ოცნებამ ახალი კანონი მიიღო, რა თქმა უნდა, არა ხალხის, არამედ ისევ თავის სასარგებლოდ. კანონი კი შეეხება ქართველი ემიგრანტების საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას. ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე ჩემი აზრი გამაჩნია და ვთვლი, რომ ლოგიკურია ჩემი აზრი და სწორედ ამაზე მინდა გელაპარაკოთ. მოკლედ, ვინ თუ არა ქართულმა ოცნებამ ყველაზე კარგად იცის, რა მოყვება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნების არ გათვალისწინებას. და მით უმეტეს ეს მოთხოვნები თუ ეხება საქართველოს მიწების გასხვისებას და საქართველოს გაყიდვას, ისიც ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლის ფასად დაიცავს ქვეყანას. ახლა სწორედ ეს მომენტი უდგას ქართულ ოცნებას და ამიტომაც არის დამანდრაჟებული და ამიტომაც ცახცახებს და ამიტომაც აპარავებს არაბული ინვესტიციის თემას ბატონი პრემიერ-მინისტრი. ოღონდ პრემიერ-მინისტრმა ის ვერ გაითვალისწინა, რომ შიშით და ცახცახით გაправებული ვიდეოები, გასაправებელი ვიდეოები გამოყენებულია სწორედ მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მაგ გაправებაში იმდენი ისეთი რამე თქვა, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაამტკიცა ის, რომ საქართველოს ქართულმა ოცნებამ არაბებს მიყიდა. მოკლედ, ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ბრძოლის ჟინიანობა 2012 წელს განსაკუთრებით კარგად დაინახა, როდესაც 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ აღდგა მთელი ერი. და ისიც მშვენივრად იცის ქართულმა ოცნებამ, რომ როდესაც ქართველი ხალხი იწყებს გამოფხიზლებას და თუ კი ერთბაშად გამოფხიზლდა ქართველი ხალხი, ეს ყოველთვის ვადამდელი არჩევნებით მთავრდება. ვადამდელი არჩევნებით მთავრდება. ხო და ხედავთ იმას, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ქართველი ხალხის მოთხოვნების გათვალისწინებას. ყველანაირად ცდილობს, რომ ქართველ ხალხს შიში ჩაუნერგოს. ოღონდ ამას ცდილობს რამდენად ქართული არ ვიცი, მაგრამ ოცნება, რომელმაც ვერ გაითვალისწინა ქართველი ადამიანის, ნამდვილი ქართველის ბუნება. და ვერ გაითავისა ის, რომ ქართველს შიშის გრძნობა დაკარგული აქვს, როდესაც საქართველოს და მის მიწა-წყალს ეხება. მიწა-წყალს, რომელიც გაპოხილია ჩვენი წინაპრების სისხლით, სწორედ მათთან ომში, ვისაც ქართულმა ოცნებამ ახლა მიყიდა ჩვენი ქვეყანა. მოკლედ და კონკრეტულად, ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა, ვაი თუ ადამიანელ არჩევნებამდე მივიდეს საქმე, საზღვარგარეთ ქართველების არჩევანს ვერ გააკონტროლებს. ჩვენ ხო ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება არის ზე პროფესიონალი არჩევნების გაყალბებაში. რა ვიცი, ქართველი ხალხი არჩევნებზე არ გასულა და 1,200,000 ხმა აიღო. 1,200,000. ну რა ვიცი, ეს ერთი შემთხვევა და დანარჩენებზე ძალიან შორს წაგვიყვან საუბარი. მოკლედ, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ეს კანონი იმისთვისაა მიღებული, რომ ქართულმა ოცნებამ ისიც კარგად იცის, თქვენ რა არჩევანს გააკეთებთ. თუ კი ვადამდელ არჩევნებამდე მივიდა საქმე. და ამითი შეგიზღუდათ და ჩამოგართვათ თქვენი აბსოლუტური უფლება. მაგრამ ამისგანაც არსებობს გამოსავალი. ჩემო უსაყვარლესო ემიგრანტებო. ემიგრანტებო, ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანებო, მე კი ვიცი, რის ფასად გიწევთ ემიგრაციაში ყოფნა. ოჯახისგან შორს, ქვეყნისგან შორს, მაგრამ მე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ როდესაც ქვეყანას შეეხება, როდესაც ჩვენ სამშობლოს საფრთხე ემუქრება, თქვენს პრობლემებს,
განზე გაწევთ და საქართველოს დაუდგებით გვერდით. ეს ქართულმა ოცნებამ ვერ გაითვალისწინა. ვერ გაითვალისწინა, რაზეა წამსვლელი ქართველი, როდესაც სამშობლოს ეხება. მით უმეტეს წლებით სამშობლოსგან შორს მყოფი ემიგრანტი რაზეა წამსვლელი. ეს მათ არ იციან. იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ ქართველები არ არიან და მეორე მათთვის ეს ქვეყანა არაფერს არ ნიშნავს. მათთვის ეს ქვეყანა არის მარკეტინგი, რომლითაც ფულს შოულობენ. ყიდიან ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწას ქართველებიანად. და ის ვერ გაითვალისწინა ქართულ ოცნებამ, რომ თქვენ, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, ამაზე თვალს არ დახუჭავთ. და ის არ იციან, რომ როდესაც სამშობლო მოგიხმობთ და უკვე გიხმობთ და მით უმეტეს თუ კი ქართული ოცნება ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისტორიაც გვეუბნება, რომ ყოველთვის ვადამდელი არჩევნებით მთავრდება და კარახით მთავრდება მოღალატე ხელისუფალთ თავიანთი ვაიმოღვაწეობა, შეეცადა, რომ ამით დაეშინებინეთ. იმას კი ვერ ფიქრობენ, ეს სულით ხორცამდე მოღალატე გამყიდველები, რომ ქართველი თავის პირად პრობლემაზე არ იფიქრებს, როდესაც სამშობლოს დემოგრაფიული პრობლემის წინაშე აყენებ. და ვერც კი წარმოუდგენია ქართულ ოცნებას, რომ თქვენ მიყრით ყველა თქვენს პრობლემას და თავქუდ მოგლეჯილი გამოიქცევით სამშობლოს დასაცავად. მე კი ვიცი და საქართველოს 90%-მა ხო იცის, რომ თქვენთვის ყველაზე ძნელი და მძიმეა ახლა ამ მდგომარეობაში საქართველოს ყურება. როცა შორს ხარ და როცა ფიზიკურად ვერ იბრძვი, მაგრამ სუსტად ვიცი, ჩემო უსაყვარლესებო, რომ თქვენ თუ კი ეს ვითარება დადგა და მართლა ვადამდელი არჩევნების წინაშე დადგა საქართველო, რასაც მე პირადად მივესალმები, ის კანონი, რა კანონიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, ერთი ხელის მოსმით დასრულდება თქვენი ჩამოსვლით. იმიტომ რომ აქ ამდენ ხმას, ამდენი ქართველის ანთებულ გულს ვერ ჩააქრობს ქართული ოცნება. ამიტომ ჩემო უსაყვარლესებო, დაბრუნდით საქართველოში, რადგან საქართველოს ახლა ისევ ჭირდებით, როგორც არასდროს. 7 დეკემბერს 4 საათზე პარლამენტთან ქართველო ერო, გამოდი და დაიცავი შენი წილი საქართველო.